თქვენი დრო პალიტრაზე დაბრუნდა მე ჟურნალისტი ემა ტუხიაშვილი ვარ დღეს ჩვენ ვსაუბრობთ ტექ ინსპექტირებაზე ბოლო მონაცემებით ანუ გასულ წელს 1,88,000-ზე მეტმა ავტომობილმა გაიარა ტექნიკური პერიოდული ინსპექტირება ნიშნავს თუ არა ეს იმას რომ ამდენიმე ავტომობილი რომელიც გადაადგილდება დღეს საქართველოში საავტომობილო გზებზე არის აბსოლუტურად გამართული რამდენად კარგად მუშაობს კანონი თუ არსებობს კიდევ შავი ხვრელები რომელიც აძლევს შესაძლებლობას მძღოლებს რომ რაღაცნაირად რეალურ ტექნიკურ ინსპექტირებას და საკუთარი ავტომობილის გამართულობის შემოწმებას გვერდი აუარონ ამ თემაზე ვსაუბრობთ სტუმრებთან ერთად დავით მესხიშვილი ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი ირაკლი იზორია პარტნიორობა საგზაო უსაფრთხოებისთვის დირექტორი ჩვენი გადაცემის სტუმრები არიან 237-103-118-139 ჩვენი ტელეფონის ნომრებია შემოგვერთით გადაცემის სრულობისას ჩვენი ეთერი ღიაა თქვენი პოზიციის დასაფიქსირებლად და მსმენელი ყავს ხაზზე როგორც მეუბნებიან კიდევ ერთ ზარს მოვისმენთ და შემდეგ უკვე დაგვრჩა საპასუხო შეკითხვები წინა ბლოკიდან და იმათაც ვუპასუხებთ მოგესალმებით გისმენთ ყურადღებით შუადღამშვიდობისა ქალბატონებო მოგესალმებით თქვენ საპატიციო სტუმრებსაც ეხლა ის ხო არ ხდება რომ აი თქვათ როგორც ადრე და ეხლაც არის ესეთი პრაქტიკა გავრცელებული რომ რაღაცა გარკვეულწილად პატარა შხამებს აძლევენ ინდოეთში ბავშვებს რომ შემდეგ კობრის ნაკბენმა ვერაფერი ვერ უხსნას და ადრე კიდე უძველეს ეპოქაში გვახსოვს დიდი მიტრიდატე პონტოელი რო იღებდა ამ ანტისაწამლავებს და ასე ვთქვათ შემდეგ ვერაფერს ვეღარ უშვებოდა ეს პილოს დოზა ხო სრობილი ფაქტია და ესე სულთლად კლიანად უფასოდ ხوار იმაშვებიან თქო და გუჯეკავენ და ასე ვთქვათ გვაწართობენ დღევანდელი ასე ვთქვათ ხელისუფალნი და კიდეც უშინდელი აზია საუბარი ხო ეს ხო არ არის თქო ხო კარგით ეხლა ამ კინიკოსობას და ანტისტენეობას თავი რო დავანებოთ მე მაქვს პატივსემო სტუმრებთან ესეთი კითხვა რა ხდება აი რა აზრის ხარ და თქვენ რა ბერკეტები გაქვთ ასე ვთქვათ ჟარგონზე ვიტყვი როგორ აწვევით რომ გააკეთონ ეკოლოგიურად სუფთა ასე ვთქვათ აღდგეს იგივე ტრამვაი გასაგებია ყველასთვის რა ძალიან წაადგება ხალხის ჯანმრთელობას და კიდევ ერთი პატივსემული ბრძანდებოდა ამასინათ უსმენდი საზოგადოებრივზე რომელიც ამბობდა დიდი სიმით აღფრთოვანებით აღტაცებით რომ 4 მანქანა რომელიც ამას მკაფრიად მკაცრად აკონტროლებს ამ ეგრეთ წოდებულ სმოგს და გამონაბოლს 4 მანქანა თბილისისთვის ქუთაისში 2 და 3 ბათუმში ეს ხო სასაცილო ეს არის თანხა და რა ვიცი ღმერთმა დაგუპყროს და მე მგონი ეს ყველაფერი აი ესე ლავალად დარჩება და ხმათა ესა უდაბნოსა ღაღადებული შინად და ესე რო არ დარჩეს აი ძირითადად რას დაგვისახოთ ბატონებო ასეთი ქმედით ბერკეტებს აი ეს იყო ჩემი კითხვა მადლობა მსმენელს დავით მოდი უპასუხოთ მსმენელს და შემდეგ დავუბრუნდები იმ შეკითხვას მონიშნული მაქვს რომ საგზაო შემთხვევების ძალიან დიდი ნაწილი მოდის ტექნიკურ გაუმართავობაზე მიუხედავად იმისა რომ ზუსტი სტატისტიკა არ გვაქვს მაგრამ გვაქვს გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევები, სადაც წერია, რომ განვითარებად ქვეყნებში 25-30% მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტზე, ის რაც ირაკლიმ თქვა, ასევე ჩვენში ბადევს ამეჩს, ახლა ჩვენ მართლა ამ სფეროში ვართ თუ წლებია, რომ იქ სადაც წერია დაუდგენელი მიზეზი მაგალითად და ხშირ შემთხვევაში სტატისტიკაში ბუნდოვანია სამწუხაროდ ჯერ კიდევ მიზეზები, ჩვენ გვაქვს ზუსტად ეს მოსაზრება, რომ არის ხშირ შემთხვევაში ტექნიკური გაუმართავობის გამო. ამიტომ საზოგადოება მე ვფიქრობ რომ გაიზარდა იმ ხრივ რომ აღარ ჩდება კითხვები და პირიქით ეს არის პროცესი, როდესაც შესაძლოა თქვენ ავტომობილში დაადგინონ ისეთი ტექნიკური ხარვეზი და თქვენ შეკეთების შემდეგ საბოლოოდ აირიდოთ თქვენი სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში შემთხვევა, ხო? თუ იმას დავადგენთ რომ ამ ავტომობილს რაღაცა აქვს საჭის სისტემა გაუმართავი მაგალითად ან სამუხრუჭე სისტემა და ძალიან ბევრი ტრაგედია ვიცით ჩვენ ამის გამო დატრიალებული იგივე გომბორის ტრაგედია, შატილის ტრაგედია, ხო, ეს ექსკურსიების სახელით ცნობილი ტრაგედიები, სადაც არც ინსპექტირება იყო გავლილი და აღმოჩნდა ტექნიკური გაუმართავობა. ანუ ამით იმის თქმა მინდა რომ ეს სინამდვილეში არ არის პროცესი, რომელიც ჩვენ მძღოლებს, ასე ვთქვათ, დაასდევს სადმე ჯის და ასე შემდეგ. ტექნიკური გამართულობა ავტოტრანსპორტის ნიშნავს თქვენი ოჯახის წევრების და სხვა მონაწილეების საგზაო მოძრაობის დაცულობას. ირაკლისთან მინდა გადავიდე, აქ იყო შეკითხვა მსმენელის მიერ დასმული, რომ რეექსპორტზე შემოსული ავტომობილები, ხომ? ან ის ავტომობილები, რომლებიც საქართველოს საზღვარს კვეთენ და გარკვეული პერიოდით იმყოფებიან, უნდა მოხდეს თუ არა მათი შემოწმება ხილულ გამონაბოლქვზე?
მაგაც გარკვეული პრობლემები არსებობს სახელმწიფოს მიდგომაში, ვინაიდან თუ იმპორტი ხდება საქართველოში და აყიდულობს ანუ რჩება ეს ავტომობილი, მაშინ ორთვიანი ვადა მიეცემა მათ, ანუ ინსპექტორების ვადა, ერთი სიტყვით, თუმცა აქ არის რეექსპორტებზე საუბარი, ანუ რეექსპორტებზე ეს რეგულაცია არ მოქმედებს და არ მოქმედებს ასევე რეგულაცია იმ შემოსულ ავტომობილებზე, რომლებიც საქართველოს კვეთენ, მაგალითად ჩვენ ხო საერთაშორისო მნიშვნელობის გზა გვაქვს და გადის როგორც აზერბაიჯანის, ასევე სომხეთის მიმართულებით. არ გაუმართავია ეს ავტომობილი, თუ გაუმართავია, ვერ ხდება მისი აღსრულება და ასევე მინდა რესპონდენტის ზუსტად იგივე ეს უკავშირდება ბოლო ჩვენი რესპონდენტის კითხვაც, ანუ მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა ეხა ეს 4 და 5 ავტომობილი არაფერს არ კმარა, ვინაიდან თუ აღსრულება გავუსდით, ანუ ჩვენ არ არის მარტო საქართველოს ბათუმი და თბილისი, ხო საქართველოს არის კიდევ სხვა ბევრი დიდი ქალაქებისგან შედგება და ამიტომ ეს საპილოტო პროექტად იყო წარმოჩინებული, თუმცა დიდი იმედი მაქვს, რომ ეს არ დარჩება საპილოტო პროექტად, ერთ-ერთ მორიგად და მოხდება ამ პროექტის გაფართოება, ვინაიდან როგორც თბილისია დღეს ბევრი ავტომობილი, ჩვენ ხედავთ ზარდ ტენდენციას სხვა ქალაქებში, ანუ იქაც იზრდება, თუ არის 100,000 რეგისტრირებული, დღეს 10 წლის მერე იქნება 1 მილიონი ავტომობილი. ხო და ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ წინასწარ დავახვედროთ მოწესრიგებული სისტემა და ავირიდოთ ეს მავნე ნივთიერებების გამონაბოლქვი. სხვა შორის ეს შეკითხვაც იყო დასმული, რომ ახლა მე როგორ მივხვდეო, ხო? CO მომატებულია თუ არა, ანუ თუ შესაბამისი ხელსაწყო არ მაქვსო, დასვა შეკითხვა მსმენელმა. ირაკლი თქვენთან და დათოსთან სხვა შეკითხვა. ზუსტად ამიტომ არის ინსპექტირება, რომ როცა რაღაცას, ანუ ჩვენ ხო ვერ ხვდებით, ანუ მაგიტომ ამბობ ადამიანი სანამ ეს მანქანა არ დაიშლება და მართლა ბოლო გამონაბოლქვი არ დაფიქსირდება, ტექნიკურად გამომართავი არ გახდება, არ მიყვავდა აქ. და იქნებ ტექინსპექტორების შემდეგ უკვე, ასე ვთქვათ, შემნიშნე ხილული გამონაბოლქვი. ეს ახლა თუ ტექინსპექტორებას არის სხვადასხვა ძალიან ხშირად შემთხვევები, როცა ინსპექტორება გაიარა ავტომობილს, თუმცა 3 თვეში მას დაიწყო გამონაბოლქვის პრობლემა. ეს შეიძლება იყოს გამოწვეული საწვავის ხარისხით, ეს შეიძლება იყოს ძრავის ესე რომ ვთქვათ, შიდა ნაწილების მოშლილობით გამოწვეული. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, ახლა სანამ მეორე ინსპექტორება დაგვიდგება, იმას კი არ უნდა დაველოდოთ, არამედ სწრაფად უნდა მოვახდინოთ ამ პრობლემის აღმოფხვრა. მოკლედ აქაც რაღაცნაირად კულტურის ნაწილად უნდა იქცეს ისე რომ ზუსტად ამიტომ ამბობდი, რომ მეტი ინფორმაცია არ მივმართათ ხშირ შემთხვევაში პროფილაქტიკისთვის, არამედ მივმართავთ უკვე დიაგნოსტირებისთვის, აქაც ესე არის ამ შემთხვევაში. დათო თქვენთან რამდენიმე შეკითხვა დამიგროვდა, ანუ თვითონ ტექინსპექტორები ერთი არის სამოქალაქო პასუხისმგებლობა, მაგრამ მეორე არის ტექინსპექტორების ცენტრების არამხოლოდ კეთილსინდისიერება, არამედ მათი პროფესიონალიზმიც. თქვენ ახსენეთ და ამაზე მინდა ვისაუბროთ, იქნებ რაიმე სიახლეები უკვე გამოიკვეთა, მონიტორინგის სისტემა, რომელიც დაინერგება და რომელმაც თავის მხრივ უნდა შეამოწმოს, რამდენად გამართულად და სწორად მუშაობს ტექინსპექტორების ცენტრი. რატომ გაჩნდა ზოგადად ამის საჭიროება და რა მექანიზმები იქნება შემოთავაზებული, ანუ ვიდეო კამერებს დაუყენებენ და ტექინსპექტორების პროცესს გადაიღებენ და შემდეგ დაუშვათ დამონიტორებენ, თვითონ დაესწრებიან უშუალოდ ინსპექტორების ცენტრს, ან უკვე შემოწმებულ მანქანას ხელახლა შეამოწმებენ. საერთაშორისო ინსპექტორების კომიტეტს, ანუ SITA აბრივიატურით, აქვს ესეთი რეკომენდაცია, რომ ინსპექტორების პროცესზე, მთლიანად პროცესზე, ხო, აი დაწყებული მომხმარებლის მომსახურებიდან და გაგრძელებული უკვე ინსპექტორების თვითონ სისტემა როგორ მუშაობს, ხო, ეს სისტემა დაჯავშნა არის ეს თუ მომსახურე პერსონალია თუ თვითონ ინსპექტორი, აი მთელი ეს ყველა ჯაჭვი როგორ მუშაობს, ამაზე უნდა იყოს სპეციალური მონიტორინგი. ესეთი სამუშაო ახლა მიმდინარეობს სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოსთან ერთობლივად, ჩვენ გვაქვს ჩართულები ამ სამუშაო პროცესში და ამაში ახალი არაფერი არ არის. არც ინსპექტორების ცენტრები ეწინააღმდეგებიან ამას სხვათა შორის, რაც მიმანიშნებს იმაზე, რომ დონე მომსახურების ამაღლდება და კიდევ ბევრი პრობლემა, რომელიც არის, მაგალითად, ერთ ინსპექტორების ცენტრში რო დახარვეს და არის ხშირია ნახევარსაათში მეორე ინსპექტორების ცენტრში გაიარა. სხვა რეკომენდაციაც გამიწეს, ახლა არ დავასახელებ კონკრეტულ კომპანიას, არადა სწორედ ის კონკრეტული PTI ცენტრი იყო ჩემთვის გეოგრაფიულად უფრო ხელსაყრელი, რა თქმა უნდა, ისევ იმაში წავედი, სადაც დამახარვეს ეს პირველად და მეორედ გავიარე და მითხრეს, რომ აი ამ ტექინსპექტორების ცენტრში არ წავედი, რომ 100%-ით ხო დაგახარვაზებენ, აი ამაში წადი და ძალიან მარტივად პრობლემაა, რომელიღაცა ინსპექტორების ცენტრი ან ინსპექტორი შეიძლება ერთი იყოს ძალიან მკაცრი, მეორე ლოიალური, ანუ ეს თანაბარი მიდგომა არ იყოს. ეს თანაბარი მიდგომა როცა არ არის, პრობლემა ეს თავად სფეროში ციციან, ამას აღიარებენ და ამიტომ სახელმწიფოს ჩართულობით ეს ასე ვთქვათ, უნდა გადაიჭრას და მოგვარდეს 2025 წლის
დასაწყისიდანვე მონიტორინგის სისტემა ამოქმედება, მანამდე ჩვენც ვართ სამუშაო პროცესში ჩართულები, ამიტომ ამის იმედი გვაქვს. თუმცა ბიზნესს ეხლა ამ ეტაპზე აქვს გარკვეული პრობლემები. ეს უკავშირდება კვალიფიციური კადრის შენარჩუნებას, ინსპექტორის მომზადება და მაღალკვალიფიციური ინსპექტორის მიღება მთელ რიგ პროცედურებთან არის დაკავშირებული და ასევე ხარჯებთან, რომელიც უნდა გასწიოს ინსპექტირების ცენტრმა, მაგრამ ეხლა წარმოიდგინეთ თქვენ ინსპექტირების ცენტრმა გამოზარდეთ, ასე ვთქვათ, შესაბამის ცოდნა მიეცით, კვალიფიკაცია ინსპექტორს და ამ ინსპექტორმა დატოვა სამსახური და წავიდა მაგალითად იგივე საზღვარგარეთ. ხო, ეს ხო პირდაპირ უკავშირდება შემოსავალს, ხელფასებს. დღეს ჩემი აზრით ის ხელფასები, რომელიც ინსპექტორებზე გაიცემა, არის მოსამატებელი, არ არის საკმარისი, ასე კვალიფიციური კადრის შენარჩუნება ძალიან რთულია, ამიტომ ინსპექტორების ბიზნესი მიდის იმ დასკვნამდე და მიმართა სახელმწიფოს, რომ გაიზარდოს თუ არა. ხო, პირველად ტექინსპექტორების საფასური, ეს ახლა ამ დღეებში, ასე ვთქვათ, და ამ თვეებზე არ არის საუბარი, თუმცა არც არჩევნებამდე არ მოხდება. ხო, ეს საუბარი დაწყებულია, დაწყებულია იმიტომ, რომ რეფორმიდან ასევე 5 წელი გავიდა და ის ტექნიკური აღჭურვა საჭიროებს შენარჩუნებას, რიგ შემთხვევაში შეცვლას, შეკეთებას, ანუ მისი საექსპლუატაციო პირობებს შენარჩუნებას ხარჯებთან არის დაკავშირებული. გაიზარდა ხარჯები და შესაბამისად ეს საკითხი ასე დგას, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ტექნიკური პერსონალის შენარჩუნება ძალიან გაჭირდება. ამიტომ ეს პრობლემები რაც არის, სახელმწიფოსთვისაც ცნობილია, ბიზნესისთვისაც ეს პრობლემის ერთი მხარეა, ანუ რამდენადაც არ უნდა გაიზარდოს ახლა პერიოდული ტექნიკური ინსპექტორების საფასური, სულ რომ იყოს საკმარისი იმისათვის, რომ PTI ცენტრები ხარჯებით დაფარონ და თანამშრომლების ხელფასებიც გადაიხადონ, მონიტორინგის სისტემაც გამკაცდეს სახმელეთო სააგენტოს მხრიდან და ზედმიწევნით შეამოწმონ, რომ ყველა კეთილსინდისიერა და პროფესიონალიზმით უდგება. იმ პრობლემას რა უყოთ, რომ შეგიძლია რაღაცა ითხოვო ან იქირავო ავტონაწილები, მიხვიდე გაიარო პერიოდული ტექნიკური ინსპექტირება, აიღო საბუთი, იყიდო ფაქტობრივად ეს საბუთი და იარო შემდეგ 1 წლის განმავლობაში გზებზე გადაადგილდი ირაკლი და შემდეგ დაგებრუნდებით დათო. ხო, ძალიან რთული პრობლემაა. ამას წლები არის ჩვენც ვაკვირდებით და ყველანი ხვდებით, ხედავთ, რომ ესეთი ხრელები არსებობს და სამწუხაროდ არსებობს კომპანიები, რომლებიც უკვე სერიოზულად აკეთებენ ასეთ მომსახურებას, არა მარტო იგივე კატალიზატორთან მიმართებაში, არამედ მთლიანი სერვისი აქვთ, ანუ საბურავებიდან დაწყებული. ძალიან ბევრი რაღაცები აქვთ და საწყობში ჩაასხამე მგონი რაღაც ფხნილს ყრია. ხო, სპეციალური ხსნარებია, რომელიც ესე ვთქვათ, უმატებს ოქტანობას და იქ შესაბამისად CO-ს გამოყოფა უფრო ნაკლები ხდება. ესეთი მიმართულებები არსებობს, ალბათ საფიქრალია ჩემი აზრით ამაზე, რაღაცა რეგულაცია შეიძლება შემოღებული იქნეს, ან იგივე არ ვიცი, შეიძლება რაღაც ჩანაწერები გაკეთდეს ინსპექტორების ცენტრებში და შემდგომ თუ მაგალითად გამოვლინდება მეორე ინსპექტორების დროს, უკვე მოხდეს დახარვეზება ასეთი ავტომობილების, ანუ არსებობს ამის პრაქტიკა. ეხლა დღესდღეობით ჩვენ უკვე 2013 წლიდან ზევით შემოყავს ავტომობილები და ფაქტიურად ახალი ავტომობილები შემოყავს საქართველოს შესაბამისად ამ ავტომობილებს სერვისი როცა უცხოეთში უტარდებათ ნებისმიერი დეტალის ცვლილებას უკვე კომპიუტერში ხდება მისი აღწერილობა და ვიცით ამ ავტომობილებს კომპიუტერები უყენია ხომ შესაძლებელია იგივე ინსპექტორების ცენტრებს კონდეთ სპეციალური ესეთი მოწყობილობა სადაც ეს მთლიანი სერვისის ინფორმაცია იქნება განთავსებული და უკვე манипуляციის საშუალება მძღოლს არ იქნება და უკვე ადვილად მივხვდებით თუ რა ნაწილია როდის არის შესული და რანაირად არის შესული და ასე შემდგომ. კი ბატონო, დათო, თქვენ აი გამოსავლის სახით რას ხედავთ? კი, და ბევრი რამდენიმე რგოლისგან შედგება მთლიანად სისტემა. ერთი ესე ვთქვათ არის კვალიფიციური ინსპექტორი და ინსპექტირების სისტემა, ცენტრები, რომელზეც უნდა იყოს მონიტორინგის ადეკვატური სისტემა, ანუ შესაბამისი რომ ხარისხი არ დაიცეს და იყოს ობიექტური ინსპექტირება და ერთში რო ხარვეზდება და მეორეში ადვილად გადის ეს თემაც გადაიჭრას, ჩვენ გვაქვს გზებზე კანონის ახსულების პრობლემა და ცნობიერების სამწუხაროდ ჯერ კიდევ მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოება გაიზარდა ნამდვილად, უკვე სხვანაირად აზროვნებს, სხვანაირად ხა ირაკლიც საუბრობდა, მათ შორის ტაქსის მძღოლებსაც აქვთ ის რომ ეს პროტესტი რომ ინსპექტირებას არ გავილი აღარ არის. თვითონ ტაქსის მძღოლებიც ამბობენ, რატომაც არა უნდა იყოს ტექნიკურად გამართული. ხო, ამას ნელ-ნელა ასე ვთქვათ, ჩვევაში ჯდება ეს და აღარ არის ისეთი აგრესია ეხა ამაზე, რომ რას ქვია ინსპექტირებას მატარებთ, ხო? მაგრამ ჯერ კიდევ ჩება ეს манипуляციები, პრობლემად, ავტონაწილების ქირაობა, რომლის მთავარი წამალიც არის გზებზე კანონის აღსრულება
და მთელი რიგი ასე ვთქვათ ცვლილებები, რომელიც უნდა დაიგეგმოს, მათ შორის აი რასაც მენელი ამბობდა, თორსა რუსულ სატრანსპორტო საშუალებაზე იყოს, მაგრამ ყველაზე, ხო? ტრანზიტულ მოძრაობაზე მაგალითად სრულიად თუ კონტროლო არის და მათ შორის რატომ არის საშიში ეს? იმიტომ რომ ჩვენ სამეზობლოში ვიცით, რომ ძალიან სერიოზული კორუფცია მაგალითად ეგრეთ წოდებული ისე ტეხას მოტრების ზონაში, სადაც უბრალოდ ყიდულობენ ამ იმას, ხო? აი მათ შორის რუსეთიდან. ამიტომ დასანერგიარია ევროდირექტივების შესაბამისად გზისპირა ინსპექტირება კომერციულ ტრანსპორტზე, რომელსაც ერთი გადააქვს. თითო წუთი ფაქტობრივად აი ჩვენ ვსაუბრობთ, რომ რაღაცა მიდგომა არის გასამკაცრებელი, ხო, მონიტორინგი გასაძლიერებელი. საწვავის ხარისხი. საწვავის ხარისხის, ხო, ასე ვთქვათ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია. ევრო-5 სტანდარტი გვაქვს უკვე დანერგილი ჩვენს დაბინძურებასა ეს ამაზე მე მგონი ცალკე გადაცემა შეგვიძლია გავაკეთოთ, ანუ ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ ევროდირექტივებთან ჩვენი ასე ვთქვათ მიდგომების მიახლოება და ამ დროს წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური პარტიების წინასაარჩევნო დაპირებებში ჩნდება დაპირება ტექინსპექტირების გაუქმების შესახებ იმ შემთხვევაში თუ კი ისინი მოვლენ ხელისუფლებაში. ეს რამდენად პასუხისმგებლიანი საქციელია, მოდი ასე ვთქვათ. ეს არის გათვლილი იმაზე, რომ ფიქრობენ, რომ საზოგადოება არ გაიზარდა, არის რაღაც 20-30 წლის მდგომარეობით ერთი და იქვე უნდა თქვან ამ პოლიტიკოსებმა, რომ მათ მაშინ არ სურთ ევროკავშირის წევრობა, იმიტომ რომ ევროკავშირში არ არსებობს სახელმწიფო, სადაც ეს სისტემა არ არის დანერგილი და მათ შორის ალბათ ავიწყდებათ, რომ ასოცირების ხელშეკრულებით ჩვენ ავიღეთ ვალდებულება ევროდირექტივების დანერგვის და ჰაერის პირდაპირ, ჰაერის ხარისხის გაუმჯობესების რომლის თავარი დამაბინძურებელი 72% წილი, ასე ვთქვათ, მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტზე და ეს არის ძალიან მიუღებელია პირდაპირ შემიძლია გითხრათ დაბრუნება ახლა იმ წინა რაღაც საუკუნეში, როდესაც ჩვენ ყველა მივისწრაფთ ახლა ევროკავშირისკენ და ყველას მოგწონს ხო ევროპული ქალაქების ჰაერი, რომ მიუხედავად იმისა, რომ ბევრი ავტომობილი არ ვიხჭობით ხელებით და ყველას მოგწონს ეს ხო რაღაცით მიიღწევა, ხო მიიღწევა კარგი საწვავის ხარისხით, ტექნიკურად გამართული ავტოტრანსპორტით, წესრიგით, ხო? თუ ეს არ გვინდა, მაშინ თქვათ რომ არ გვინდა. ამიტომ ეს დაპირება ჩემი აზრით ემსახურება იმას, რომ ჯერ კიდევ დარჩენილი იმ ადამიანებზე, რომლებიც ამბობენ, რომ გაუქმდეს ეს და რამდენიმე ხმის მოპოვებას პირდაპირ ვთქვათ და ჩემი აზრით პოლიტიკოსების ხედა ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. პირიქით მე მოლოდინი მქონდა, რომ იტყოდა, რომ ჰაერი გავაუმჯობესოთ. მოლოდინი მქონდა, რომ საგზაო შემთხვევაში დაღუპულები და დაშავებულები შევამციროთ. და ის ბერკეტი, რითაც ეს უნდა გააკეთო. როცა იმ ბერკეტს აუქმებ, ესე იგი, შენ ამბობ, რომ დაბინძურდეს უფრო მეტად ჰაერი, მოხდეს მეტი საგზაო შემთხვევა და მეტი ადამიანი დაიღუპოს. ჩემი აზრით ეს უპასუხისმგებლო განცხადება არის. ირაკლი, თქვენი მოსაზრებაც მაინტერესებს აი ამ პოლიტიკურ. სხვადასხვა არჩევნების დროს, სხვადასხვა ევროპულ ქალაქებში, როცა იგივე მერის არჩევნებია თუნდაც ძალიან ბევრჯერ საარჩევნო კამპანიის დროს ისინი ამბობენ და აპელირებას აკეთებენ სუფთა ქალაქზე, მწვანე ქალაქზე. მაგალითად იგივე ლონდონში როცა ტარდებოდა არჩევნები, მაშინ პირდაპირ საარჩევნო კამპანიაში ეწერათ, რომ ლონდონის ცენტრი გახდება მწვანე ზონა, იქნება ელექტროავტომობილებისთვის, ასევე მთლიანად გადავა საავტობუსე სისტემა ელექტროავტობუსებზე, ანუ პირიქით მოხდა ეს ყველაფერი და ანუ ჩვენ პირიქით არის დაპირება და ამიტომ თუ ჩვენი მოქალაქეებისთვის გვინდა რომ ცუდი შედეგები დავამთავროთ და მომავალ თაობას ცუდი შედეგები დავუტოვოთ, ანუ ეს წლები ყოფილა ფაქტურად დაკარგული და ამას ნამდვილად არ ვეთანხმები და ყოველთვის ჩვენც გავუწევთ წინააღმდეგობას მსგავს ინიციატივებს. თან ამ პოლიტიკოსებს მართლა მე არ მინდა პოლიტიკური განცხადების კეთება, მაგრამ ვინაიდან ხა პოლიტიკა, ტრანსპორტი, რეფორმა ერთმანეთზეა გადაჯაჭვული, ხო? ურჩევდი რომ ნახონ წინა წლის ყველა კვლევა, NDIS იქნება ეს თუ ნებისმიერი სხვა კვლევა, სადაც პოლიტიკური საკითხების გარდა როცა არის, ხო, სხვა მიმართულებები სოციალურ საკითხებში პირველ ადგილზე დგას ეკოლოგიური პრობლემები, ჰაერის დაბინძურება. ეს მაინც ნახონ, რომ ამომრჩეველის ხმის მოზიდვა ამ კვლევების შედეგად რაც ირაკლი თქვა, უფრო არ შეიძლება, რომ დაპირდე, რომ სუფთა ქალაქი იქნება, smart კონცეფციას დანერგავ, ხო? ენერგოეფექტური ნაკლები საგზაო შემთხვევა, ჰაერი, მწვანე ქალაქი და ამ დროს ესე იგი ამბობ იმას, რომ 90-იანი წლებში აბრუნებ შენ სისტემას, ამდენ შრომას და იმას. ეგ არ მოხდება. მე მინდა უბრალოდ ჩვენ რადიოს მსმენელს უთხრა, ეგ არ მოხდება. ეგ გამორიცხული ამბავია. და თუ მოხდება, ეგ იმას ნიშნავს, რომ მაშინ ჩვენ კონსტიტუციაში რაც გვაქვს ჩაწერილი ევროატლანტიკურ სივრცეებში, ხო, ინტეგრაციას მაშინ ჯერ ის უნდა წაიშალოს იქ და ამის შემდეგ მაშინ რაღაცა გვექნება, ხო, პრეტენზია. ამიტომ ჩვენ ის რაც კონსტიტუციით გვაქვს უკვე გაწერილი პრიორიტეტები,
რაც ასოცირების ხელშეკრულებით ავიღეთ და რაც ევროდირექტივებით ის უნდა დაინერგოს, რომ ვიცხოვროთ უკეთეს ქვეყანაში, უკეთეს ქალაქებში, უფრო სუფთა ჰაერით და არა თუ ნაკლებ საგზაო შემთხვევებში, არამედ განულდეს დაღუპულების და დაშავებულების რაოდენობა. კი ბატონო და თან როგორც ვიცი რომ წამიკითხავს ეს ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული კვლევები, როგორც ვიცი ეს მძიმე მეტალებით დაბინძურება ჰაერის ხდება ყველაზე მეტად ქვედა დონეზე, ანუ სწორედ იმ მანძილზე, სადაც ხშირ შემთხვევაში კი არა და ბავშვები არიან ფაქტობრივად ხომ მსხვერპლი და ყველაზე მეტად ამ დაბინძურებულ ჰაერს ისინი სუნთქავენ და ვინც კატალიზატორს ქირაობს, ვინც ქირაობს და ისე ატარებს ინსპექტირებას და გამოდის უნდა იცოდეს რომ ბავშვებს წამლავს. პირდაპირ ბავშვებს იმეტებს, აზიანებს პირდაპირ და უნდა იცოდეს რომ ეს ქირაობა კი გაიარო ინსპექტირებისთვის კი არ უნდა გაიარო, უნდა გაიარო შენი თავისთვის და იმ ბავშვებისთვის. ეს რაღაცნაირად უნდა ამაზე მეტი რა უნდა ვუთხრათ ამ ადამიანებს, ჩვენ კიდევ დაუბრუნდებით არაერთხელ ამ თემას ვისაუბრებთ ყველა იმ დეტალზე, რომელიც დღეს აწუხებს საზოგადოებას. დავით მესხიშვილი, ირაკლი იზორია, პირიქით მადლობა თქვენ, რომ გამონახეთ დრო იყავით ჩვენთან ერთად. მადლობა ყველა მსმენელს, რომელიც ჩართული იყო, რომელიც გვისმენდა ამ დაახლოებით 1 საათის განმავლობაში. თქვენი დრო პარიტრაზე დღეს ამით დასრულებულია. ეთერში დაგიბრუნდებით 5 შაბათს 15 საათიანი საინფორმაციო გამოშვების შემდეგ. რა თქმა უნდა, თქვენთვის აქტუალური და საინტერესო თემით დროებით.